Cupcake-ის გამოსაცხობად 35 გრამი შაქარი და 50 გრამი ფქვილია საჭირო. მოდი გავუსვათ ამას ხაზი. შემდეგ. გვეუბნებიან ასე, რომ მაფინის გამოსაცხობად 30 გრამი შაქარი და 65 გრამი ფქვილია საჭირო. კი ბატონო. შონამ 460 გრამი შაქარი მაინც უნდა გამოიყენოს cupcake-ებისა და მაფინების გამოსაცხობად და სურს მაქსიმუმ 970 გრამი ფქვილის გამოყენება. ესე იგი, მოდი ამათაც გავუსვამ ხაზს. მინიმუმ უნდა გამოიყენოს ამდენი და მაქსიმუმ უნდა გამოიყენოს ამდენი. ამდენი ფქვილი. ამდენი შაქარი. ახლა დავწეროთ უტოლობა, უпростოდ უტოლობათა სისტემა, რომელიც შონას სიტუაციას გადმოგცემს და C-ი აღნიშნოთ cupcake-ების, M-ით კი მაფინების რაოდენობა. ესე იგი, პირველი გვეუბნებიან დაწერეთ უტოლობა, რომელიც გვიჩვენებს შონას პირობებს გამოსაყენებელი შაქრის გრამების რაოდენობის მიხედვით. ახლა ეს რას ნიშნავს? მე ვიცი, რამდენი შაქარი, რამდენი გრამი შაქარი ჭირდება cupcakes და რამდენი გრამი შაქარი ჭირდება muffinს. და მეუბნებიან, რომ შონას უნდა მინიმუმ გამოიყენოს, ანუ რადგან წერია გამოიყენოს ამდენი მაინც, ესე იგი მინიმუმ გამოიყენოს 460 გრამი შაქარი. ამიტომ მე უნდა გავაკეთო ესეთი რაღაც. მე უნდა აღვნიშნო, რამდენ cupcakes გააკეთებს C-ი და ეს C უნდა გავამრავლო 35-ზე, იმიტომ რომ ეს იქნება 35 გამრავლებული C-ზე გრამი შაქარი გამოყენებული cupcake-ებისთვის. ანუ ერთ cupcake-ზე თუ უნდა 35, C ცალზე უნდა C-ჯერ 35. ანალოგიურად მე ამას უნდა დავუმატო 30 ჯერ M-ი. რატომ? იმიტომ რომ M-ი არის მაფინების რაოდენობა და თითოს თუ უნდა 30 გრამი, მაშინ M მაფინი იქნება, 30 ჯერ M გრამი იქნება უпростოდ საჭირო მაფინებისთვის. და ეს არის შაქრის რაოდენობა, ხო? 35 გრამი შაქარი და 30 გრამი შაქარი cupcake-ებისთვის და მაფინებისთვის. და ეს ჩვენ რა გვინდა? ეს გვინდა რომ იყოს 460 მაინც. ესე იგი უნდა იყოს ან 460 ან მეტი. ამიტომ ეს იქნება მეტი ან ტოლი 460. ეს არის პირველი განტოლება. და მეორე განტოლება იქნება ესეთი. გვეუბნებიან რომ დაწერეთ უტოლობა, რომელიც გვიჩვენებს, ხო, უტოლობა უნდა მეთქვა. მეორე არის რომ დაწერეთ უტოლობა, რომელიც გვიჩვენებს შონას პირობებს გამოსაყენებელი ფქვილის გრამების რაოდენობის მიხედვით. ესე იგი, მე ვიცი რომ 50 გრამი ფქვილია საჭირო cupcake-ებისთვის, ამიტომ 1-ზე თუ არის 50 საჭირო, C ცალზე იქნება 50 ჯერ C და ანალოგიურად ვიცი რომ 65 გრამი არის საჭირო მაფინებისთვის, 65 გრამი ფქვილი, ამიტომ 65 ჯერ M გრამი იქნება საჭირო M ცალი მაფინისთვის. და მეუბნებიან რომ მაქსიმუმ უნდა 970 გრამი ფქვილის გამოყენება. ესე იგი, ეს ნაკლები იქნება ანტოლი 970-ის. იმიტომ რომ 970-იც შეიძლება იყოს. და ეს არის ზუსტად ის ორი უტოლობა, რომელიც გვეხმარება რომ ვიპოვოთ ის წყვილები C და M-ი, რომელიც აკმაყოფილებს ამ უტოლობას, ანუ რომელიც, ასე ვთქვათ, ეხმარება შონას თავის მიზნის მიღწევაში. როცა ვიპოვით რაღაც C-ს და M-ს და ეს C და M-ი დააკმაყოფილებენ აი ამ სისტემას, ეგ იქნება ზუსტად რაღაცა კონკრეტული შემთხვევა, როცა მართლაც შეიძლება შონას რომ 460 გრამი ან მეტი გამოიყენოს შაქარი და 970 გრამი ან ნაკლები გამოიყენოს ფქვილი.